მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ერთ-ერთი კომაროვის მისაღები გამოცდის მე-7 კლასის ამოცანის ამოხსნას. დავიწყოთ. კაკომ განიხილა ყველა ხუთნიშნა რიცხვი, რომელიც მიიღება თუ რიცხვ 2018-ს წინ ან უკან მივუწერთ ერთ ციფრს. ამ რიცხვებიდან რამდენი იყოფა 6-ზე? ეხლა განვიხილოთ ესეთ შემთხვევაში, რა ციფრები შეიძლება დავუწეროთ რიცხვ 2018-ს წინ. 0-ს ვერ დავუწერთ. 0 შეიძლება შემდეგ დავუწეროთ. თვითონ 2018 რომ იყოფოდეს 6-ზე, ანუ მისი ციფრთა ჯამი უნდა იყოფოდეს 3-ზე და უნდა იყოს ლუწი, ხო? ანუ თუ დასაწყისში რომ რაღაცა რიცხვი დავუწეროთ, თუ ციფრთა ჯამი 3-ზე გაიყოფა, აუცილებლად ეს რიცხვი 6-ზე გაიყოფა. ეხლა მოდი შევკრიბოთ ციფრები. 2-ს მივუმატოთ 1, მივუმატოთ 0-ს აღარ დავწერ, ხო, და მივუმატოთ 8. გამოვიდა 11, ხო? ანუ 3-ზე რომ გაიყოს 1 უნდა დავუმატოთ. ანუ 12018 ნამდვილად გაიყოფა 18-ზე. იმიტომ რომ აკვაყოფილებს ორივე პირობას. 6-ზე რომ იყოფოდეს რიცხვი, ესე იგი 3-ის ჯერადიც უნდა იყოს და ლუწვიც. ლუწი არის, რით მთავრდება და 3-ის ჯერადიც არის, იმიტომ რომ ციფრთა ჯამი არის 12, ანუ წეღან 11, იმიტომ დავწერე რომ 1-ის 11, 12-ის შემთხვევაში, ანუ 1-ს რომ მივუმატოთ 1 და 8 გამოვიდა 12. ეხლა ვნახოთ მომდევნო შემთხვევა, დავუშვათ 2 რომ დავუწეროთ წინ. რა თქმა უნდა, უკვე ციფრთა ჯამი გახდება 13 და არ გაიყოფა, ამიტომ ამას არ დავწერთ. 3 რომ დავუწეროთ, ციფრთა ჯამი 14 და მაინც არ გაიყოფა. ანუ 4 რომ დავუწეროთ წინ. ციფრთა ჯამი გამოდის 15 და ეს ნამდვილად იყოფა. ეხლა განვიხილოთ მეორე შემთხვევა, როდესაც ბოლოში ვუწერთ ამ ციფრებს, ხო? აი მაგალითად 2018-ის მერე რომ დაგვეწერა ციფრი 1, უკვე კენტი იქნებოდა და არ გაიყოფოდა, ხო? ამიტომ არ გვინდა და 4 დავუწეროთ. 4-ის შემთხვევაში გაიყოფა, იმიტომ რომ ლუწი არის ბოლოში და რა თქმა უნდა ციფრთა ჯამი გადამოწმებული გვაქვს რომ 15-ია და 15 კი 3-ზე იყოფა. 4-ის გარდა 5 და 6 გამოირიცხება, იმიტომ რომ 3-ის ჯერადი არ იქნება მათი მიმატებით და ციფრი 7 რო დავწეროთ, ანუ 72018. რა თქმა უნდა ეს გაიყოფა, იმიტომ რომ ციფრთა ჯამი არის 9 და 9 18 და იყოფა. ხო, რა მოხდებოდა ბოლოში რო დაგვეწერა 2018-ის მერე რო დაგვეწერა 7, რა თქმა უნდა კენტია, არ გაიყოფოდა 6-ზე. 3-ის ჯერადი არის, მაგრამ 6-ის ჯერადი არ არის. ანუ 7-ის მერე რომ განვიხილოთ ციფრები 8 და 9, რა თქმა უნდა არ გამოვა, იმიტომ რომ ციფრთა ჯამი იქნება უკვე 18-ზე მეტი 19 და 20 და რა თქმა უნდა აღარ გაიყოფა უკვე 3-ზე. მეტი ციფრი ფიზიკურად არ გვაქვს, ხო, 9-ის იქეთ. ამიტომ გამოდის რომ სულ ეს 4 ვარიანტი გვაქვს, ახლა დავნომროთ, რო არ აგვერიოს პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე, მოიცა. წინ დავუწერ 4-იანს, აი ასე. აი ეს 4 ვარიანტი გვაქვს, შესაბამისად პასუხიც არის 4. ეს ასეთი ტესტი იყო, სადაც პასუხებიც ჩანდა. და აი ასე იხსნება, იმედი მოგეწონათ ამოხსნა, მადლობა რომ ისმინეთ.